ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და აქტივისტები დღეს ოცნების საჩივრის საფუძველზე Facebook პოსტების გამო მოქალაქეები სასამართლოში არიან დაბარებულები. ნანუკა ჟორჟოლიანი, ვიკა ბუკია, ვახო სანაია, ელენე ხოშტარია, მარიამ გეგუჩაძე, თამარ ჩერგოლეიშვილი, ბაია პატარაია, ანა სუბელიანი, ეკა მიშველაძე, ალეკო ელისაშვილი, გიორგი ქადაგიძე, დეა მამისეიშვილი, მიშა მშულდაძე, გიორგი ტუმასიანი, დავით კაცარავა, გიგა მაქარაშვილი, ლევან ხაბეიშვილი, ქეთი მოლაშვილი. მათ 1500-დან 4000 ლარამდე ჯარიმა ან 45 დღემდე პატიმრობა ემუქრებათ. პროევროპულ აქციაზე დაკავებული 21 წლის მათე დევიძის საქმეზე დღეს შესაძლოა განაჩენი გამოცხადდეს. სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 14 საათზეა ჩანიშნული. მათე დევიძის მხარდასაჭერად საქალაქო სასამართლოში მისვლას გეგმავენ მოქალაქეებიც. გასულ ღამეს ოკუპანტებმა ხარკოვში საგანმანათლებლო დაწესებულებები და საბავშვო ბაღები დაბომბეს. დაშავებულია მინიმუმ 12 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი. საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. ახალგაზრდულმა ნაკრებმა პოლონეთი 2-1 დაამარცხა. შემდეგ მატჩს საქართველო 14 ივნისს საფრანგეთის წინააღმდეგ ჩაადარებს.